ყვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. 19 წლის ბრალდებული დუმილის უფლებით სარგებლობს. ადვოკატი გირაოს გამოყენებას ითხოვდა, თუმცა პროკურორმა მიმალვისა და ახალი დანაშაულის საფრთხის გამო პატიმრობა მოითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. გამოძიების ცნობით თბილისის აეროპორტის საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩინეს. გამოძიების ინფორმაციით უცხო ქვეყნის მოქალაქეს ნარკოტიკული საშუალება სამგზავრო ჩანთაში ჰქონდა. დანაშაული 20 წლამდიან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას და შესაბამისად დეტალურად დანარჩენს ყველა ინფორმაციას მოგაწვდით მოგვიანებით, როდესაც ის გადაწყვეტს საგამოძიებო ორგანოს მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია წარდგენილ უბრალობასთან დაკავშირებით. რა გზით შემოიტანა ბელა მეიქიულეიმ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი. საქართველოში ამის დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობს. არ არის გამორიცხული ნარკოდანაშაულის საქმეში სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხით დადგეს. მას ბრალი წარედგინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისთვის, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანას შეძენა შენახვისთვის და საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო ჩემოტანის ბრალდებით. გამოძიება გრძელდება, გამოძიების მიერ დასადგენია თუ რა ვითარებაში სად შეიძინა მან აღნიშნული ნარკოტიკული საშუალები, რა მიზნით შემოიტანა საქართველოში ნარკოტიკული საშუალება, ასევე გამოძიების მიერ დასადგენია მასთან დანაშაულ კავშირში მყოფი ყველა პირი. ბრიტანეთის მოქალაქისთვის წარდგენილი ბრალი 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.